მე ვარ მარიამ თედორაძე 15 წლის. სწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა კარატე, ცეკვა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს კარატე. ბავშვობიდან მომწონდა მსგავს ფილმების ყურება. მამაჩემთან ერთად უყურებდი და მე რატომღაც გამიჩნდა აზრი, რომ მინდოდა შესვლა. და 6 თვე ვეხვეწებოდი, რომ მამაჩემ შევეყარე კარატეზე. 1 წელია დავდივარ კარატეზე და იქაურობა ძალიან მომწონს. მახსოვს პირველ დღეს რომ მივედი, თავიდან ნერვიულობდი კი, იმიტომ რომ პირველი იყო და ახალი იყო და არ ვიცოდი რა მექნა, თან რაღაცების გამეორებაც მიჭირდა. თუმცა მასწავლებელი ძალიან დამეხმარა, რა თქმა უნდა და ბავშვებიც ილეთების გამეორებაში თუნდაც და მერე იყო სპარინგში ვიდექი ყავისფერი ქამარი, ვისაც აქვს იმასთან. და კარგი გამოცდილება იყო სხვათა შორის. არ მეგონა ასეთი კარგი თუ იქნებოდა და რაც დრო გადის უფრო და უფრო მომწონს. თავიდან ყველაზე უფრო მეტად გამიჭირდა სპარინგი. იმიტომ რომ გამოუცდელი ვიყავი და წესები არ ვიცოდი. თავიდან მქონდა თეთრი ქამარი, შემდეგ გამოცდა ჩავაბარე და ახლა მაქვს ნარინჯისფერი ქამარი. გამოცდას იბარებენ სენსეი. სამივე ერთად. ძირითადად 4 საათიანი გამოცდა. პირველი ნაწილი არის ვარჯიში ინტენსიური, შემდეგ კატებს ვაბარებთ და ბოლოს არის სპარინგი. მყავს 3 სენსეი, გულადი თხილაიშვილი, მიშა მელოა და მერაბი სენსეი. ყველაზე მკაცრია გულადი სენსეი, ხოლო მხიარული მერაბი სენსეი. მიშა მელოა მკაცსა და მხიარულს შორისაა. კარატეზე უმეტესად არიან ბიჭები, ერთადერთი გოგო ვიყავი მე და ახლახან შემოვიდა პატარა გოგო. ჯერ კარატე ქუჩაში არ გამომიყენებია, მაგრამ გრძნობ რომ თუ კი საჭირო გახდება თავს კარგად დავიცო. შეჯიბრებები ჯერ არ გქონია, მაგრამ გეგმავთ რომ იქნება. წესით გოგოს ეჯიბრება და ბიჭი ბიჭს, მაგრამ რადგან მე მეწყვლი არ მყავს, ბიჭებთან მიწევს სპარინგი. ჩემი საყვარელი ილეთია გედანმავაში. ანუ გვერდულად მუცელში ფეხის დარტყმა. ჯერ რადგან დამწყები ვარ 10 ქულიანი სისტემიდან, ჩემს მომზადებას შევაფასებდი 7-ით, ალბათ, იმიტომ რომ უფრო მეტი მაქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი. ესით ეხა მე ყვითელი ქამარი უნდა მქონოდა. იმიტომ რომ თეთრის მერე ყვითელი ქამარი მოდის, მაგრამ როდესაც გამოცდაზე გავედი და ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენე, ერთით მაღალ რანგზე ავედი და ყვითელის ნაცვლად ნარინჯისფერი ქამარი ავიღე. ჩემი მიზანია რაც შეიძლება მალე ავიღო შავი ქამარი. მე ასევე მიყვარს ცეკვა, ადრე დავდიოდი ქართულ ცეკვებზე და ახლა ცეკვა მოყვარულის ზონაზე. ბაღში დავდიოდი და ბაღი როდესაც დავამთავრე, მომიწია რომ გამოსულიყავი. ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ ეხლა უფრო ჰიპ-ჰოპი მიყვარს. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. მე ვარ მრავალმხრივი ნიჭიერი და ცეკვაც ძალიან მიხდება. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მოწესრიგებულია, რა თქმა უნდა, კარგი განათლების სისტემაა და მასწავლებლები არიან ძალიან კარგი და ასევე კარგი საკლასო გარემო გვაქვს. მყავს ბევრი მეგობარი და მიხარია სკოლაში მისვლა. ჩემი საყვარელი საგანია ქიმია. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მზია ბაუჟაძე. იმიტომ რომ ის არის მზრუნველი, კეთილი, პროფესიონალი თავის საქმეში. ასევე გვერდში გვიდგას, როცა გვჭირდება. ძალიან განათლებულია და ბევრ კარგ პროექტში გვრთავს. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო, დასვენებებს 10 წუთის ნაცვლად 30 წუთამდე გავზრდიდი. პროფესია უკვე ავირჩია და მინდა გამოვიდა ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ფერია. ახლა მინდა ვიყო 8 წლის, იმიტომ რომ 8 წლის ასაკში ბებიას ამრცხობდი, რომ მეც ახლა აღარ მყავს და მინდა უფრო მეტი დრო გავატარო მასთან. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, აუცილებლად გავაცოცხლებდი გულობებიას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო და მამიკო. დედის ერთობაში დადებითი ის არის, რომ არ გიწევს გაზიარება და მშობლის ყურადღება მთლიანად ჩვენზეა მომართული, ხოლო უარყოფითი ის არის, რომ როდესაც გჭირდება ადამიანი, რომელსაც გაუზიარებ და დაელაპარაკებ როგორც შენი ტოლი, არ ყავს ეგეთი ადამიანი. მეგობრები რა თქმა უნდა არ ითვლება. მამაჩემი არის მხიარული, ცხოვრებით სავსე კაცი, რომელიც ნებისმიერ რთულ მომენტში ჩემს გვერდით არის და ასევე მხიარულ მომენტებში და ცდილობს მაქსიმალურად გამამხნევს. ის არის სიმპათიური და აქვს ძალიან კარგი იუმორი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედა ჩემი არის ლამაზი, საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე. ზუსტად ისეთი დედა და მამა მყავს, როგორც მინდოდა მყოლოდა. ჩემი აზრით მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. იმიტომ რომ სახლს დავალაგებ თუ საჭმელს გავაკეთებ, ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული. პირველად მჭადები გამოვაცხვე. არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ მამაჩემს ეხლაც აქვს პირველი გამომწვევი მჭადის ფოტო და ძალიან მოეწონა სხვათა შორის. ახლა ყველაზე გემრიელად წვალ კარტოფილს. მიყვარს ფილმების და სერიალების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ქალიშვილი.
ახალი ფილმია. მე რომ რეჟისორი ვიყო, ფილმს გადავიღებდი სიყვარულზე. ამ ფილმის მთავარი გვილი ვიქნებოდი მე. მე ასევე მიყვარს სიმღერა, თვითონ მღერი და ხშირად უსმენ სხვადასხვა მუსიკას. ჩემი საყვარელი სიმღერა ENHYPEN-ის Moonstruck. Just look two of us, კიდე ჯოგანა Moonstruck. Oh, you make me go crazy over you. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი სამხრეთ კორეაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მარიამი რომ არ მერქქვას, რა მერქმეოდა? მე მარიამი დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მარიამი რომ არ მერქქვას, ალბათ მერქმეოდა ლიზი. ჩემ შვილებს დავარქმევ ლიზის და გიორგის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი 2015 წლის საქართველოში. ჩემი ოცნების საჩუქარია ჩემზე დიდი დათუნია. იმიტომ სათამაშოები მიყვარს. ბედნიერება არის საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.